სტუდია. მოგესალმებით პატრიცემულ რადიო მსმენელებო, ჟურნალისტი გიორგი ჩოკოშვილი. ღია სტუდია გაიღო ყველა თქვენგანისთვის. დღეს გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაზე საუბარი. თემა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მნიშვნელოვანიცაა და ძალიან საინტერესოც. მოეწყობა, კვირას ეწყობა გარბენი. გმირთა პატივსაცემად, მოდი მარტივად ასე ვიტყვი გადაცემის დასაწყისში და უფრო სლად და უფრო საინტერესოდ ამ თემაზე ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ. ახლავე წარმოგიდგენ ჩვენი სტუდიის სტუმრებს, გარბენის ორგანიზატორები არიან ჩვენთან ნოდარ ჭიაბრიშვილი და მიხეილ გოლიჯაშვილი. მოგესალმებით. მოგესალმებით. გამარჯობათ. ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი ბატონი მალხაზ თოფურია გახლავთ ჩვენთან. მოგესალმებით ბატონო მალხაზ. ყველას მადლობას მოგახსენებთ მომბრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. დავიწყებთ საუბარს ჩვენ უძვირფასო რადიო მსმენელებო ამ გარბენის თაობაზე მოგაზრდით ჯერ ამ მომწურავ ინფორმაციას და შემდეგ ვეტერანთა საქმეებზე კიდევ რამდენიმე კითხვას დავუსვათ ბატონ მალხაზ. თქვენც როგორც ყოველთვის ჩაგრთავთ გადაცემაში, თუ გექნებათ ამისი სურვილი, აი ამ ტელეფონებით უნდა დაგვიკავშირდეთ 240 91 92 და 240 92 92. მაგრამ როგორც დაგვიდით, საუბარი დავიწყოთ სწორედ გარბენით და სიტყვა ნოდარს და მიხეილს. ნოდარ ჭიაბრიშვილს და მიხეილ გოლიჯაშვილს, რა თქმა უნდა, ერთად ორ ხმაში ვერ ვისაუბრებთ. ვინ დაიწყებს საუბარს, საიდან შევეცდები მე გაგცეთ პიკულში. ანუ მიხეილი. ნოდარი იწყებს, კი ბატონო, ნოდარ ჭიაბრიშვილი იწყებს საუბარს. ნოდარ, ესე იგი, საიდან გაჩნდა იდეა გარბენის თაობაზე ჯერ ეს გითხარით და შემდეგ მასშტაბებზე ვისაუბროთ, მონაწილეებზე ვისაუბროთ და კიდევ სხვა ძალიან საინტერესო ნიუანსებზე. იდეის ამოსავალი წერტილი ალბათ არის ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომ ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ უნდა დავაფასოთ ის ადამიანები, ვინაც თავიანთი სიცოცხლის ფასად შეგვინარჩუნა სახელმწიფოებრივი წესწყობილება. თუმცა ამ კონკრეტული გარბენის სახელწოდებით თბილისი დარგვის გმირებისთვის ჩამოყალიბების პროცესი ჩვენი პირადი ისტორიიდან იწყება, როდესაც ამერიკაში ჩვენი ორი მეგობარი იოსებ მაკარიძე და ვესარიონ გორჯოლაძე გარდაიცვალა. ესენი იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიის კურსანტები. და ფაქტი თუ ალბათ ბევრ ჩვენს ახსოვს ეს სამწუხარო ფაქტი და სასახელო კარგი ბიჭები რო ასე დავკარგეთ კი ახსოვს. პროცესი თვითონ თუ რამდენად ღირებული იყო მათთვის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უბრალო ორი სტუდენტის, ჩვენთვის რა თქმა უნდა გმირების, მისი მეგობრებისთვის, მაგრამ უბრალო ორი სტუდენტის დაფასება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი ყოფნა იქ, გახდა ამოსავალი წერტილი იმისა, რომ ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გაიღეს, დღეს ჩვენ საქართველოში უფრო მეტად აგვეფასებინა და გამოგვეხატა რაღაცნაირად სოლიდარობის და მადლობის აქტი საზოგადოებას. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა 5 კილომეტრიანი გარბენი, სადაც საზოგადოება ნუ და უკაცრავად გადაწყვიტეთ ვინ? West Point-ის საზოგადოება საქართველოს. გასაგები. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის West Point-ის კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელიც არის მიხეილ გოლიჯაშვილი, ასევე West Point-ის კურსდამთავრებული, მე უბრალოდ სამოქალაქო წევრი ვარ ამ ორგანიზაციის. მადლობ ნოდარ, მიხეილს გადავცეთ სიტყვა. მიხეილ, ესე იგი თქვენი ორგანიზაციის ინიციატივა იყო ეს? დიახ, ჩვენი ორგანიზაცია West Point საზოგადოება საქართველოს ძირითადად ეს მიმართულება აქვს, რაც ნოდარმა აღნიშნა, ჩვენ ძირითადად გვინდა რომ საქართველოში მაქსიმალურად მოახდინოთ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაცია და ასევე ეს ჩვენი პირველი პროექტი არის, იმედოვნებს რომ წარმატებული იქნება, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს მიმართულება დაღებული ახალგაზრდობაში სამხედრო საქმიანობის პოპულარიზაცია, სამხედრო საქმიანობის ინფორმაციის გავრცელება, რომ ჩვენ ახალგაზრდობამ, სკოლის მოსწავლეებმა, სტუდენტებმა უკეთესად გაიგონ, რას ნიშნავს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახური, რას ნიშნავს შენი ქვეყნისთვის, როდესაც შენ მსახურობს შეიარაღებულ ძალებში და საბოლოო ჯამში რაც მთავარია, ამ ადამიანებმა, სტუდენტებმა, სკოლის მოსწავლეებმა დააფასონ ჩვენი ვეტერანები და ის ადამიანები, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრობისთვის და ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის თავი გაძირეს. რაც შეეხება ჩვენ ორგანიზაციას, ეს როგორც თქვი, ჩვენი პირველი პროექტია, მაგრამ ამით ჩვენ მომავალში ნამდვილად არ შემოვიფარგლებით, ჩვენ გეგმავთ ამ გარბენის
ტრადიციად ქცევა და ჩვენ ყველანაირად შევეცდებით რომ ეს გარბენი მეორე წელსაც ჩავატაროთ ანალოგიურად უფრო დიდი მასშტაბებით და საბოლოო ჯამში წელს ჩვენ გარბენს გვია თბილისი დარბის გმირებისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში ნამდვილად ჩვენ ეს თბილისს არ მოიცავს, ეს სიმბოლური გარბენია, სიმბოლური სახელი არის, ეს გარბენი არის მთელი საქართველოსთვის და საბოლოო ჯამში იდეურად ჩვენ სურვილი იქნება რომ საქართველო მირბინოს გმირებისთვის და საქართველო მოიცავს ამ გარბენმა და მარტო ამ მიმართულებით ამ გარბენით რა თქმა უნდა ჩვენი ორგანიზაცია მომავალში სხვა პროექტებსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ. მადლობთ ბატონო მიხეილ, ვიდრე უშუალოდ ამ გარბენის არს აუხსნით ჩვენს მსმენელებს, მანამდე ბატონ მალხაზაც უნდა გადავწე სიტყვა ბატონო მალხაზ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჩართულობა როგორია აი ამ საინტერესო პირველ რიგში ჩართულობაზე ის მინდა ვთქვა რომ მადლობა მინდა ამ ახალგაზრდებს მოუხადო იმის გამო რომ მათ გადაწყვიტეს რომ სამსახური უნდა ჩართულიყო ანუ ზუსტად ის ადრესატი მიგიწვიეს ანუ ის ზუსტად იმ ადრესატთან მოვიდნენ ალბათ მე ვიტყოდი ვისთვისაც ეს გარბენი ტარდება და ვისი საპატივცემლოდაც ეს გარბენი და ჩაგთვალეს ესეც სამსახურად რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო არის აგრეთვე მინდა ხაზი გავუსვა ალბათ ადამიანებს არ სიამოვნო თავის თავზე ქებადიდებით საუბარი ვესტპოინტი ხა მეორისთვის მხოლოდ რაღაც დასავლური სიტყვა და აქმა შეიძლება ვერ მოხდეს და აქ ითქვა რომ სამხედრო სასწავლებელია და ეს ის სასწავლებელი სადაც გარდა სამხედრო საქმისა საკმაოდ მაღალი ინტელექტუალური და აღზრდილი სამხედროები გვიბრუნდებიან იქიდან და ეს ერთი და ორი შემთხვევა და მაგალითი არ არის ამისა და თუნდაც ის ფაქტი რომ ამ ახალგაზრდების მიერ ანუ ვერტიკალში ეს ზემოდან არ წამოვიდა და ხელისუფლებიდან არ წამოვიდა დაიბადა ეს იდეა რომ პატივი მივაგოთ გმირებს უკვე მეტყველებს აქ თუ რა განათლება შეიძინეს და ის ყველაზე ძვირფასია დასავლურ ღირებულებებშია და რატომღაც ვამახინჯებ დასავლურ ღირებულებებს ვიღაც ადამიანები აგვიმახინჯებენ სულ სხვა რაღაც გადახდილ რაღაცებს აწერენ და პირველ რიგში სამხედროს დაფასება არის დაღუპული სამხედროს დაფასება აი ეს ღირებულებები ჩამოიტანეს ანუ მე მართლა ვამბობ რისთვისაც დასავლეთით ღირებული უნდა იყოს საქართველოს და მისაღები ზუსტად ის ღირებულებების იწყებენ დანერგვას ეს ჩემთვის ასიამოვნო სურპრიზი იყო აქ ხა არ გვისაუბრია ჩვენ შემდგომი თანამშრომლებისთვის ეს ალბათ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია და გადაკვირით იქნა ამ წუთში მოვისმინა პირველად რომ სკოლისთვისო და ახალგაზრდებისთვისო რაღაც სამომავლო გეგმებიო ჩვენც რაღაც იდეები გვაწუხებს ამ თემასთან დაკავშირებით ეს წმინდა პატრიოტულ აღზრდაზეა საუბარი მით უმეტეს თქვენი თანამედროვე გამოცდილებების გამოყენება და ჩვენი სხვა რესურსები რომელიც აგრეთვე ჩვენი ძველი გამოცდილება იგივე საომარი თუნდაც ერთმანეთთან დაკავშირებული მე მგონია საომალოთ ამ გარბენის გარდა კიდე ბევრი კარგი რაღაც ერთობლივი პროექტები შეიძლება განვახორციელოთ რომელიც არ მოითხოვს მაინდამაინც დიდ თანხებს და სახელმწიფო დახმარებას და სახელმწიფოს ჩართულობას და რაღაც გრანტების მოზიდვას და ეს პირდაპირ შეიძლება უშუალოდ ჩატარდეს და ძალიან მარტივად მithumetes ჩვენ სახელმწიფო სამსახური ვართ და ალბათ უფრო მეტი გზა გვაქვს ახალგაზრდებისგან განსხვავებით და ნუ წინასწარ ვაცხადებ ხელმძღვანელობის სახელით შემიძლია თქვა რომ ყოველმხრივ ჩვენ მხრიდან მხარდაჭერა იქნება და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა მათ მოუხადო აქ ჩართულობისთვის და მე მინდა აგრეთვე გავაჟღერო შეიძლება ეს სურპრიზათად დაგვეტოვებინა ჩვენ სხვადასხვა თაობის ვეტერანებს ვიწოთ რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან იქ 2008 წლის ბიჭებიც იქნებიან იქ სხვა მისიებში მონაწილეები რა თქმა უნდა 92-93-ის ვარაუდობთ თუ ჯანმრთელობამ არ გვიმტყუნა და შეიძლება იქ დიდი სპორტული შედეგები დადოს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეობას ეს მართლა სურპრიზია პირდაპირ ვამბობთ ან ფინიშის პირველი წერტილიდან ბოლო წერტილამდე და ბევრსად ჩამოუვარდებიან ამპუტანტებიც მიიღებენ ამპუტანტი ვეტერანებიც მიიღებენ მონაწილეობას და შეიძლება ბევრ ჩვენზე ორ ფეხიან ადამიანზე უკეთესი შედეგი დადონ კიდევ ასე რომ მე მგონია რომ ეს აი საკმაოდ ისეთ დღეს არ იცოდნენ ხა არც ამ ახალგაზრდა მეც ბევრი რამე აი წუთი სტუდიაში პირდაპირ ძალიან კარგი ძალიან მიხარია რომ აქ ითქვა ეს კი ბატონო და კიდევ ერთხელ მადლობა რა თქმა უნდა კარგი მოდით კიდევ დაუბრუნდეთ რა თქმა უნდა ამ გარბენზე უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს ხელებს უკვე ბატონმა მალხაზმა ძალიან საინტერესო სასიამოვნო ინფორმაცია სიახლე სიურპრიზი გაგვიზიარა შემოგთავაზა ეს ძალიან კარგია მართლაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ჩართულობა ამაში და თან ის ადამიანები რომლებაც მართლა თავისი სიცოცხლის ნახევარი და ჯანმრთელობის ნაწილი დატოვეს ისინიც რომ მონაწილეობას მიიღებენ რომლებსაც დღეს უკვე სამწუხაროდ შეზღუდული შესაძლებლობის პირი ქვია ისინი
ჩვეულებრივ ჩაერთვებიან ამ შეჯიბრებაში და არის მართლაც ძალიან კარგი საქმე და მისასალმებელი. მადლობა თქვენ ბატონო ახალს ამ ასეთი კარგი სიურპრიზისთვის და ახლა ისევ ნოდარს და მიხეილს მინდა გადავწე სიტყვა. თუ შეიძლება არცი რომ მე მაქვს ინფორმაცია რომ ეს არის საქველმოქმედო გარბენი. რა იგულისხმება ამაში ნოდარ? საქველმოქმედო გარბენში იგულისხმება ის რომ რა ქველმოქმედებაზეა საუბარი? რეგისტრაციიდან და ყველა სხვა კანონით დადგენილი ასე ვთქვათ რესურსის აკუმულირების საშუალებიდან მიღებული თანხებით გეგმავთ რომ გავაშენოთ პარკი. მერიასთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე, რომელიც იქნება ანუ მონაწილეები თანხას იხდიან მონაწილეობისთვის? ხო ეს თქვა კი ბატონო. მონაწილეების ნაწილი არიხდის ის ნაწილი, რომელიც არიან სამხედრო პირები და რა თქმა უნდა ბრძოლის და ომების ვეტერანი კონტინგენტი ჩვენთვის არის ის ხელით ხელს აგოგმანები ასე ვიტყოდი საზოგადოების ნაწილი, რომელიც გვინდა რომ უბრალოდ დაესწროს და ნახოს თუ ახალგაზრდობა მათთვის რამდენს ცდილობს და რამდენად პროაქტიულად მოქმედებს რომ გადაიდგას საზოგადოების თვითშემეცნების ამაღლებისთვის საჭირო ნაბიჯები და დავაფასოთ ეს ადამიანები ამ ხალხს ჩვენ პატიჟებთ. ხოლო რაც შეეხება ჩვეულებრივ სამოქალაქო პირებს მათ შორის მეც ჩვენ ვინც მიიღებთ მონაწილეობას რეგისტრირდებით, ვაგროვებთ ამით თანხას და გვინდა გმირების სახელობის პარკის აშენება შემდგომ ამ თანხით. თუმცა ეს ადგილის ხომ არ გვაქვს უკვე შერჩეული? ადგილი მერიასთან თუ ჯერ მოლაპარაკების პროცესში ვარ, თუმცა ერთ ადგილზე ასე თქვა თვალი გვაქვს დადგმული, მაგრამ თუ თანხის უფრო დიდი რესურსი აკუმულირდება, ვიდრე ჩვენ ამას ვარაუდობთ, რა თქმა უნდა, გავსდით მასშტაბსაც და უფრო დიდ პარკს შევარჩევთ. ძალიან კარგი. პარკის კონცეფცია სხვანაირი იქნება, ეს არის იქნება ჩვეულებრივი პარკი. აქ ჩვენ განვათავსებთ მონუმენტებს, რომელსაც ექნება აღწერილობითი ფუნქცია და ეს მონუმენტები მოგცემენ ინფორმაციას კონკრეტული ბრძოლის, ან კონკრეტული გმირის შესახებ ისტორიას, რომლითაც ჩვენ შეგვეძლება საზოგადოების მომავალთაობას, ჩვენ შვილებს, მე არ მყავს შვილი, მაგრამ თქვენ შვილებს გავაცნოთ ის ადამიანები, რომლებმაც მათ თავისუფლება შეუნარჩუნეს. ანუ ამ პარკს ექნება აღმზრდელობითი და რეკრეაციული ფუნქცია ერთდროულად. ხომ არ გაქვთ უკვე შერჩეული თავიდან რითი იწყებთ ეს სამახსოვრო რა პირველ რა იქნება ხო? ჩვენ ძირითადად გვინდა რომ რახან ისტორიასთან შემხებლობა უფრო მყარი იყოს, აქცენტი გავაკეთოთ 90-იან წლებში მომხდარ სამოქალაქო და საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე და 2008 წლის ომზე. კარგი, მიხეილ. დიახ, ორი სიტყვით დავამატებდი თვითონ ღონისძიებასთან დაკავშირებით. ну თვითონ ღონისძიებას რაც შეეხება რომელიც იქნება კვირას 10 საათზე ანუ შეიძლება რაღაც სეგმენტ ჩვენი საზოგადოების შექმნა შტაბ-ჭრილება ის რაც 5 კილომეტრიანი გარბენი და ვისაც 5 კილომეტრის გარბენი არ შეუძლია მონაწილეობა შესამისად არ მიიღოს მაგრამ მინდა ვთქვა რომ ეს არის ძალიან სიმბოლური გარბენი აქ არ არის აუცილებელი რომ მთლიანად 5 კილომეტრი გაირბინო ამ მთლიანად დაიხარჯო ეს შეიძლება მოხვიდე უბრალოდ რეგისტრაცია გაიარო და ეს 5 კილომეტრიანი დისტანცია უბრალოდ გაისეირნო ეს არის მთავარი აზრი და მთავარი იდეა ჩვენი გარბენის თავარი მონაწილეობა. თავარიანი მონაწილეობა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ რამოდენიმე საათი ჩვენი საზოგადოება ჩვენი საზოგადოების ყველა ნაწილი ვეტერანები, სამხედროები, პოლიციელები, ექიმები, მეხანძრეები ყველანი გავერთიანდეთ ერთი იდეის გარშემო და ამ 2 საათი თუ 3 საათის განმავლობაში ჩვენ ეს ერთი იდეა გავიაზროთ. ვიფიქროთ ამ სამხედროებზე, რომლებიც დღეს ჯარში არიან, ვიფიქროთ ადამიანებზე, რომლებიც ჯარში დღეს აღარ არიან, მაგრამ არიან ვეტერანები და რაღაც დროის განმავლობაში ძალიან ბევრი იბრძოლეს, რომ დღეს ჩვენ იქ ვიყოთ სადაც დღეს ვართ და ვიფიქროთ ადამიანებზე რომლებიც დღეს უკვე ცოცხლები აღარ არიან და ჩვენი ქვეყნისთვის თავი შეწირეს ასე რომ როგორც თქვი ეს არ არის აუცილებელი არ არის 5 კილომეტრის გარბენა თავი არის მონაწილეობა ასე გვექნება ჩვენ პატარა კონცერტი სადაც გვეყოლება ბენდი რომელიც დაუკრავს იქნება ასევე მუსიკა და ანუ თვითონ სიტუაცია ისეთ იქნება რომ ძალიან სოციალური და ლამაზი სიტუაცია იქნება და ამიტომ მოუწოდებ ნებისმიერ ქართველს ვისაც საშუალება აქვს კვირას 10 საათზე შემოგვერთეს ლისის ტბაზე და ვისაც საშუალება არ აქვს რომ თვითონ ლისის ტბაზე ავტომობილით მოვიდეს ყველა საშუალება იქნება ფილარმონიიდან ლისის ტბის მიმართულებით მერის მხარდაჭერით 2 ავტობუსი იმოძრავებს 9 საათზე და 10-ის ნახევარზე ეს ავტობუსები გავლენ 51 სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ლისის ტბის მიმართულებით და შესაბამისად ვისაც ლისის ტბაზე მოსვლის საშუალება არ აქვს ეს ადამიანები შეძლევენ ავტობუსით ადგილზე მოსვლას და ღონისძიების შემდეგ ისევ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბრუნებას. ძალიან კარგი ამ
საორგანიზაციო მომენტებზე მინდოდა მეკითხა, დამჩა მხოლოდ ერთი კითხვა. რეგისტრაცია ლისის ტბაზე მოხდება თუ მანამდე აი ონლაინ შეიძლება დარეგისტრირდეს? ონლაინაც შესაძლებელია, ჩვენი ვებგვერდის. ნოდარი პასუხობს, დიახ. ჩვენი ვებგვერდის კოორდინატები არის Tbilisi Runs for Heroes G. ხოლო მობრძანებულ მონაწილეებს გავატარებთ რეგისტრაციას ადგილზე, რომლებიც ნაღდი ფულით შემოსწირავენ ჩვენს მიზანს თავიანთ ნაღდი ფულით მიიღებენ უკვე რეგისტრაციის საფასურს. გასაგებია, იქ გადაიხდიან თანხას, კი ბატონო. და თვითონ მარშრუტი რა თქმა უნდა ალბათ უკვე გაქვთ მოხაზული, მონიშნული გარშემოატბის თუ როგორ ეს 5 კილომეტრი. კი, ტბის გარშემო იქიდან გამომდინარე რომ დაახლოებით ჩვენ ველოდებით 700-ზე მეტ მონაწილეს, შესაბამისად 700 ადამიანის დატევა ლისის ტბის წრის გარშემო ცოტა რთული იქნებოდა და მით უმეტეს იმ შემთხვევაში სადაც მორბენლები და სპორტსმენები შეიძლება ერთმანეთს შეეჯიბრონ კიდევაც პირველი ადგილობისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ლისის ტბაზე თვითონ არ იყოს, ეს იქნება ლისის ტბის მიმდებარე ქუჩა, რომელიც სკოლის მიმართულებით მიდის და შემდეგ გადადის მერე ნუცუბიძის პლატოზე. ამ ქუჩაზე იქნება ეს მარშრუტი, მორბენლები დაიწყებენ ლისის ტბაზე, შემდეგ გაირბენ 2.5 კილომეტრს და ისევ მობრუნდებიან და დაამთავრებენ ისევ ლისის ტბაზე. ანუ საბოლოო ჯამში გაირბენ 5 კილომეტრს, მაგრამ საკმაოდ დიდი სივრცე ექნებათ იმისთვის, რომ ვისაც თავისი სპორტული შედეგების გამოვლინების საშუალება აქვს, გამოავლინოს და შესაბამისად შედეგი დადოს. კარგი, ბატონო მახალს ჩაგვერთოს, ბატონო მახალს ორგანიზაციულ საკითხებში თქვენი მონაწილეობა. ჩვენ წმინდა ჩვენ უბრალოდ ერთი რამე რომ სამხედროების და ვეტერანებისგანო არაო და მე ბევრს გადაწყვეტილი აქვს ვისაც შესაძლებლობა აქვს, რა თქმა უნდა. თანხა რომ მაინც შეიტანო? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ამაზე ჩვენ შეზღუდვა არ აქვს. ხო, შეზღუდვა იმედი არ არის. აი რომ მოვა იქ სამხედრო დაიწყოს, ან მაინც მინდა გადავიხადო, ესე კი არ ეთქი. ჩვენ ვებგვერდზე შემოწირულობის ველიც გვაქვს და ნებისმიერ მსურველს ვისაც უნდა რომ თქვათ მონაწილეობის საფასურზე მეტი თანხა გაიღოს, ჩვენ რა თქმა უნდა ამას არავის არ დავალდებულებთ. თავისი ნებასურვილიდან გამომდინარე შეუძლია განახორციელოს. ნუ და ბარემ ისიც გითხარით თუ შეიძლება აქვე, ესე იგი განსაზღვრულია თანხა მინიმუმი, მაქსიმუმი თუ არა? 10 ლარი არის მონაწილეობის საფასური, ხოლო შემოწირულობა ნუ შემოწირულობა ალბათ განსაზღვრულია. რაც მეტი მით უკეთესი. ანუ ესე იგი თქვენ მე შემიძლია თქვა რომ ეხა ეს თანხა არ ვიცი ალბათ სხვადასხვა საქველმოქმედო თუნდაც აი სამების საკათედრო ტაძრის აშენებას და სხვადასხვა ტაძრების აშენებას შეიძლება ის ადამიანს 1 ლარი შეაქვს რაღაც, მაგრამ ის უკვე ბედნიერია რომ მონაწილეობას იღებს ამაში. შეიძლება ამ შემთხვევაში ხა ის თანხა და რა თქმა უნდა არ შეგროვდება, რაც სკვერის მოწყობას და მით უმეტეს ისეთი იდეები აქვს მონუმენტებზე საუბარი და ამ სკვერს სულ სხვა დატვირთვა ექნება გარდა რეკრეაციული ზონისა. მაინც ალბათ შემდგომ სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებს მოუწევს ჩართვა და ბიუჯეტისთვის იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი ესეთი რამ ბევრი გაკეთეს, მით უმეტეს ისეთ მდგომარეობაში ადგომარეში დღეს ქალაქი არის, აი აქ რამდენიმე სიკეთე ერთად კვეთავს ერთმანეთს. კი ბატონო, კი. არც ერთი რო არ გამორიცხავს და არც ერთი უარყოფითი ის ყველა პლუსია და არც ერთი საკამათო მინუსი რო არ არის ამაში. ხა მე რაც ადგილი ვიცი სად ფიქრობენ და როდის დაიწყება და როდის გაკეთდება, მაგრამ თავისთავად ეს თუ არ დაიწყე, არასოდეს არ გაკეთდება. მაგრამ მოლაპარაკების პროცესში ვართო, კი. ბანს გავამხელთ, ეს არისავლაბარი. აჰა,ავლაბარში უნდა ამის გაკეთება ახალგაზრდებს. კაი, შვენიერი ადგილი არის და ნუ რა ვიცი, მე კიდევ ვიძახი რომ ჩართულობა თვლი რომ ეს სიმბოლურიც რო არის ადამიანს უკვე სიამოვნებას გვრის რომ მისი წვლილიც არის შეტანილი და ხშირად არის ესე ზუსტად ვიცით ჩვენი ერთი ზარით ერთი ლარის გადარიცხვით არაფერი არ არის, მაგრამ ვარაუდობთ იმას რომ ჩვენნაირი ბევრი არის და ეს გვიხარებს გულს და თან ზუსტად ჩვენი წვლილიც არის. ალბათ ნუ მართლა სასიამოვნო არის ნებისმიერი ადამიანისთვის ქვემოქმედებაში მონაწილეობა, მით უმეტეს აქ თუ არა შესაძლებლობა აქვს საკმაოდ დაბალი ხა ვეტერანების ფენა, მინდა ვთქვათ, ერთ-ერთი საზოგადოების დაბალ ბიუჯეტიანი ფენაა სამწუხაროდ, მაგრამ მე კიდევ ამბობ სიამოვნებით და შემდგომ არ გამოვრიცხავ რომ თუ პარკის შენებლობა დაიწყეს, როგორც მუშახელი ჩართულები ვიქნათ თითოეული ჩვენთაგანი
ფიზიკურად ვისაც ხელეწიფება და ესაც დარწმუნებულია რა ქველმოქმედების ნაწილი არის რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მადლობა. მე ვიდრე სხვა თემებზე გავაგრძელებთ საუბარს, უბრალოდ ჯერ კიდევ ამ გარბენის თემას საბოლოოდ არ მოგვიწურავს, მაგრამ მსმენელის გველოდება, მაგრამ ვიდრე მსმენელს შევთავთ და ვიდრე საუბარს გავაგრძელებთ ამ ძალიან კეთილშობილ და კარგ საქმეებზე, მანამდე მინდა შევახსენოთ ჩვენს მსმენელებს, ანუ უბრალოდ მათ საყურადღებოდ გამოაცხადო, ვინც გვიან ჩაგვერთო, რომ ღია სტუდიას უსმენთ FM 102 და 4 ტალღაზე, ჩვენ უძვირფასო რადიო მსმენელებო, საზოგადოებრივი რადიოს უსმენთ. ღია სტუდიის სტუმრები დღეს არიან ბატონი ნოდარ ჭიაბრიშვილი და ბატონი მიხეილ გოლიჯაშვილი, რომლებიც არიან West Point საქართველოს წარმომადგენლები და გარბენის ორგანიზატორები, ასევე ბატონი მალხაზ თოფურია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი და საუბრობთ იმ გარბენზე, რომელიც უნდა გაიმართოს თბილისში, ლისისთვის მიდამოებში, კვირას 25 ივნის და რას ეძღვნება, მიიღებს მონაწილეობას, რა ამოცანები აქვს ამ გარბენის ორგანიზატორებს, ამაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ კვლავ გავაგრძელებთ საუბარს ამ თემაზე. იმასაც შეგახსენებთ, გამოცხადებული იყო აქ ვებგვერდის მისამართი, შეიძლება ჩვენ ორჯერ და სამჯერ აღარ გავიმეორებთ ხოლმე ამის მერე, ვინაიდან თვითონ გადაცემა მეორდება, რა თქვენ შეგიძლიათ განმეორებით მოისმინოთ და ნახოთ კიდეც, თუ კი შეხვალთ ჩვენს ვებგვერდზე, რომლის მისამართია რადიო 1-G, რადიო 1-G, ღია სტუდია დღევანდელი რიცხვი. ახლა მსმენელი ჩავთო და შემდეგ ისევ სტუმრებს გადავცემ, რა თქმა უნდა, სიტყვას. ალო, გისმენთ? მოგესალმებით, ბატონო გოგი, მივესალმებით თქვენ სტუმრებს. გამარჯობა. მნიშვნელოვნად კარგია, როცა მასობრივი სპორტის აღორძინება ხდება, ეს ჩვენთან იყო ტრადიცია და არ ახალია. მადლობას ვუხდით თქვენ სტუმრებს ახალგაზრდებს. და თან არა მხოლოდ მასობრივი სპორტი, ასეთი კეთილშობილური მიზნით, რომ ვეტერანები არ დავივიწყოთ, რომ პატივი მივაგოთ მათ. გმირები არ დავივიწყოთ. ეს ქველმოქმედება, რა თქმა უნდა, კარგია, ერთის კვერი რომ შეემატება თბილისს, ასევე ძალიან მივესალმები იმას, რომ ახალგაზრდებთან ერთად იქნება ვეტერანები და ეს მადა კონტაქტი საუკეთესო საშუალება კიდევ კომუნიკაციის და კითხვა მექნება ასეთი. აი თქვენს სტუმრმა ახსენა, რომ მე მინდა რომ მოსწავლეებსო ვაჩვენო რას ნიშნავს იყოს ქართველი მეომარიო და პირადად მისთვის რას ნიშნავს, ჩემთვის ძალიან საინტერესოა და კიდევ ერთი ასეთი რაღაც აი ამერიკაში დაღუპული ახალგაზრდების მოკლე ისტორია თუ რა თქმა უნდა შესაძლებელი იქნება. მადლობ ზარისთვის. ამის თაობაზე დიახ ნოდარი და მიხეილი საუბრობდნენ, ისევ მათ გადავცემ სიტყვას. მიხეილ, თქვენ. კი. იქიდან დავიწყებ პირველი კითხვიდან დავიწყებ, ქალბატონის პირველი კითხვიდან დავიწყებ, რაც ნიშნავს მეომარი იყო, ქართველი მეომარი ჩემთვის. რა თქმა უნდა, ჩემთვის ორი მხარე აქვს და ორი მხრიდან შეგვიძლია ამ საკითხს შევხედოთ. პირველი არის, როდესაც ადამიანი მსახურობს შეიარაღებულ ძალებში და შენ ხარ პროფესიით მეომარი და როდესაც შენ ქვეყანას დაჭირდება, შენი მხარდაჭერა და შენი გვერდზე დგომა, შენ მზად ხარ ნებისმიერ წუთს დადგე შენი ქვეყნის სადარაჯოზე და მეორე მხრივ არ უნდა დავიწყოთ, არის ნებისმიერი მოქალაქის ვალდებულება, რომ იყოს ქართველი მეომარი. ეს ნიშნავს, რომ მისი შესაბამისი კვალიფიკაციით, ცოდნით და მონდომებით ყოველთვის გააკეთოს ის საქმიანობა, რაც მომავალში ობიექტური მიმართულებით წარადგება მის ქვეყანას. ჩემთვის ამ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ მე შეიარაღებულ ძალებში აღარ მსახურობ, ჩემთვის ქართველი მეომარი ამ შემთხვევაში ნიშნავს იყო ის ადამიანი და გააკეთო ის საქმე, რაც წარადგება შენ ქვეყანას, წარადგება შენ ქვეყნის ღირებულებებს და ამ შემთხვევაში მე ვაკეთებ ამ საქმეს, რაც არის ჩვენი ქვეყნის გმირების, ვეტერანების და სამხედრო მოსამსახურეების დაფასების ღონისძიება. ეს ორი მიმართულება არის ჩემთვის რას ნიშნავს ადამიანი იყოს ქართული მეომარი შეიარაღებულ ძალებში და ჩვეულებრივი მოქალაქე. რაც შეეხება ამ ორ ადამიანს სოსო მაკარიძეს და ბესარიონ გორჯოლაძეს, ეს ორი ადამიანი სწავლობდნენ ჩვეულებრივად თბილისში და კონკურსების შესაბამისი ტესტების ჩაბარების შემდეგ მოხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიაში. ეს აკადემია არის ძალიან ამერიკაში არის ძალიან პრესტიჟული აკადემია, არის 4-წლიანი კურსი და ამ 4-წლიანი აკადემიის გავლის შემდეგ ისინი დაუბრუნდებოდნენ და იმსახურებდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
მე პირადად ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა განსაკუთრებით სოსო მაგარიძესთან, იმიტომ რომ ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობდით და პირველი კლასიდან ერთად მოვდიოდით და ძალიან ახლოს ვიცნობდი ამ ადამიანს. იქიდან გამომდინარე სკოლაში ერთად ვსწავლობდით და მე ამერიკაში თითქმის ერთ პერიოდში მოგვიწია წასვლა და სწავლა და განათლების მიღება სხვადასხვა მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სამხედრო აკადემიებში მე ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა და ეს ორი ქართველი ახალგაზრდა როდესაც იყვნენ მეორე კურსზე ტრაგიკულად მოხვდნენ ავტოკატასტროფაში ამერიკის შეერთებულ შტატებში და გარდაიცვალნენ. და შესაბამისად, იქ როგორც ნოდარმა აღნიშნა, იყო ძალიან დიდი ცერემონია, სადაც დააფასეს ადამიანები და შესაბამისად საქართველოშიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო სტრუქტურები ჩაერთვნენ მაქსიმალურად, რომ ეს ადამიანების ხსოვნა შენარჩუნებულიყო. ნოდარ ხوار დამატებდი რამეს? აუცილებლად თუ მექნება ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა. ნოდარ მაპატეთ, ვიდრე ისაუბრებ, მანამდე სმენელი გველოდება მის კითხვა მოვისმინოთ. რადიოს მოცილდით ან ჩაუწიეთ, რომ უფრო კომფორტულად გისმენთ. მოგესალმებით, ეთერში ვარ, ხო? კი, ეთერში გისმენთ. მოგესალმებით, ეს ახალი წამოწყება კერა საერთოდ საჭიროა, ეს აღარ უნდა მას განმარტება, მაგრამ მე ადრე უნდა შემოვეთავაზებია რამდენიმე ის შოთა გამოცემის შესახებ რაიმე გადაცემა გასაკეთებია და ამიტომ ვერ მოიცალეთ თუ არ იყო ამ ბრიგადას ესე იგი მოკლედ რო ვთქვა, რომ დავარქვათ შოთა გამოცემის სახელით და არათუ მარტო გავრბენი და მე აუხსნათ რა არა, პერმაიციან ძველებმა და მიმდევრებმა შოთა გამოცემის სახელზე რა მოხდა და რა განჭირვა იყო და რაც გაკეთდა. და უფრო კარგი იქნებოდა, რომ ეს სახელი დავარქვათ ამ გამოწყებას. მადლობა ქალბატონო ზარისთვის. შოთა გამოცემის სახელი რა თქმა უნდა ცნობილია მისთვის, ვისაც მეორე მსოფლიო ომის შესახებ აქვს ინფორმაცია. შოთა გამოცემი გმირი იყო ნამდვილად, დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში, ციცოცხლე გაწირა თანამებრძოლების გადასარჩენად, ეს ცნობილი ფაქტია. მაგრამ საქმე ისაა, რომ აი ჩვენი სტუმრების გადაწყვეტილება იყოს, რომ ეს ყველა გმირის პატივსაცემად გაკეთდეს და არა ერთი ან ორი. რა თქმა უნდა, ჩვენ გამორჩეული გმირები შეიძლება ყავს და ნამდვილად ყავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ უფრო სამართლიანია. ის ნოდარი გვეტყვის ახლა. პირველ შეკითხვასთან მიმართებით ქალბატონმა დაგვისვა, ანუ მოგთხოვა გმირის დეფინიციის განმარტება. გმირის დეფინიცია შემიძლია განმარტო 2008 წლის აგვისტოთი. ყველა ის ადამიანი, ვინც იბრძოდა, ეს არის გმირი და ჩვენთვისაც სწორედ ეს არის გმირობა, სხვა მეტი არაფერი და სახელმწიფოს ინტერესის დაცვა ყველა იმ კონფლიქტში, რომელიც საქართველოს ქონია. ადამიანები, რომლებიც იქ ბრძოლის ველზე იდგნენ, ეს არიან ჩვენთვის გმირები და სხვა არავინ. რაც შეეხება სოსას და ბესოს. ამ ადამიანებს ქონდათ მიზანი ემსახურათ საქართველოს სახელით, საქართველოსთვის, რაც სამწუხაროდ ალბათ უფლის განგებით მათ არ დასცალდათ. აქედან გამომდინარე გვინდა რომ ჩვენ ამ ადამიანების უბრალო ინსპირაციით დავაფასოთ ყველა ის გმირი, რომელიც არაერთ ომს იომებდა საქართველოსთვის, არაერთხელ დადგებოდა საქართველოს სადარაჯოზე, მაგრამ როდესღაც არ დასცალდა და დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე აღარ არიან საჯარისო ნაწილების წევრები, საქმეზე რომ მიდგეს არ დაიზარებენ თავიანთ სიცოცხლეს და ისევ დადგებიან საქართველოს სადარაჯოზე. კი ბატონო, მადლობა თქვენ, ბატონო მალხაზ. უშუალოდ ამ გარბენთან დაკავშირებით თუ იქნება კიდევ კითხვები ჩვენ ძირფას რადიოსმენელობა მზად ვართ ჩვენი სტუმრები მზად არიან გიპასუხონ, მაგრამ ბატონ მალხაზ ალბათ რამდენიმე სხვა კითხვას უნდა დაუსვათ, ვინაიდან როგორც გითხარით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს წარმოადგენს ბატონი მალხაზი და დიდი ხანია ჩვენ ამ თემაზე არ გქონია საუბარი ჩვენს ღია სტუდიაში, ბატონი მალხაზი არაერთხელ არის ნამყოფი, მაგრამ რა კი დღესაც ჩვენთან არის, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რაღაც სიახლეები მე ვიცი რომ არის თქვენთან ბატონო მალხაზ, მე შემიძლია ჩვენს მსმენელებს სულ ბოლო დროინდელი რაღაცეთ ინფორმაციების მივაწოდო, რომ ახალ მოწმობებთან დაკავშირებით, ჰოსპიტალთან დაკავშირებით, იგივე წითელ ჯვართან ხელშეკრულება გააფორმეთ, აი რამდენიმე ძალიან საინტერესოა. გვაქვს ეს ინფორმაცია, ჩვენ კი გვაქვს, მაგრამ მინდა რომ ვცლად მიეწოდოთ ეს ინფორმაცია შედარებით. კი, მაგათაც ვიდრე დაიწყებთ, კიდევ ერთი მსმენელია თურმე ხაზი, ჯერ მას მოусმინოთ. გისმენთ, ალო? მოგესალმებით ბატონო. გამარჯობა. მოგესალმებით. თქვენ და თქვენ სტუმრებს დიდი პატივისცემი. მადლობთ გისმენთ. და ასეთი პატარა კომენტარი მინდოდა გამეგეცებინა.
საერთოდ ნორმალურ ქვეყნებში ვეტერინებს სხვა რამეს თავაზობენ, როგორიც არის სოციალური პირობების გაუმჯობესება, პენსიების უმატება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სამსახურთან დაკავშირებით, მაგრამ ეთყობა ჩვენ და განსაკუთრებული ქვეყანაა და ამიტომ შეთავაზებას განსაკუთრებული გვაქვს ხოლმე. ხო და ნუ მიიღებთ ამას შეთავაზებით, ეს არის ინიციატივა ახალგაზრდების, ეს გარბენი და მაშინ მონაწილეობა და ქველმოქმედება. ეს მხოლოდ ინიციატივაა, შეთავაზება რა თქმა უნდა მოდიოდეს ძირითადად სახელმწიფოსგან, ხელისუფლებისგან და ამის თაობაზე ბატონი მალხაზი გვეტყვის. გისმენთ ახლა თქვენ დიახ? არა, კი ბატონო, უბრალოდ შეიძლება ინიციატივა უფრო ისეთი სრულფასოვანი ყოფილიყო, რამდენჯერ გახსნეს ამერიკის შტატები და თუნდაც ამერიკაში იქ რა სიტუაცია კარგი იქნებოდა რომ ამასთან დაკავშირებით გაევრცელებინა და ოდნავ მაინც მიუსგავსებული ყოფილიყო ეს ქნებოდა ბევრად ისეთი რაღაცა მართლა სტიმული ელემენტარულად იმპოპულარიზაციის, რასაც მართლა სამხედრო პიროვნება ქვია, რასაც მართლა ვეტერანი ქვია სინამდვილეში და იქნებოდა უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი ახალგაზრდობისთვისაც, მომავალი თაობისთვისაც და იმ ვეტერანებისაც პატარა შვება იქნებოდა ელემენტარულად რაღაც ამოესუნთქათ, იმიტომ რომ ძირითადი ნაწილი შემშილობს პირდაპირ გითხრა ბატონო ოღი და ისე ეთყობა რა ვიცი და სიმბოლურიც არის, იმიტომ რომ ამ ვეტერანებს აღარაფერი დაჩინეთ გარდა იმისა რომ გაექცნენ ამ ცხოვრებას. რა ვიცი დანარჩენ თქვენ დავამატეთ. მადლობთ რომ დაგვირეკეთ. ბატონ ნოდარს უნდა ამ თემაზე რომ გიპასუხოთ. ნოდარ ჭიაბრაშვილს ის ეხლა საკმაოდ ძიმეზარი იყო რა. კი და ბატონ ნოდარს უნდა პასუხი გასცეს და ბატონ მახაზო ბადროვთ ახალგაზრდებს. არ ვიცი მართლაც აღნიშნა ბატონმა რომ ძიმეზარი იყო და ყველანაირად ვცდილობთ რომ შევიდეთ ამ ადამიანის მდგომარეობაში და უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენ მე და მიხეილს და ჩვენს უკან მდგომ ახალგაზრდებს ნამდვილად არ გვაქვს დღეს იმის ფუფუნება რომ სხვა უფრო სოციალურ და ეკონომიკურ ჭრილში მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. თუმცა შეიძლება ხვალ დადგეს ეს დღეც და ამ ადამიანის პრობლემის მოგვარებაში ერთი წვეთი წვლილით შევიტანოთ. რაც შეეხება პარალელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ასეთი გარბენი. ეგრეთ წოდებული Tunnel to Tower Run, რომელიც აფასებს და ეძღვნება 2001 წლის 11 სექტემბერს დაღუპული მეხანძრეების ხსოვნას. აქედან გამომდინარე ჩვენ რისი ფუფუნებაც ხონდა, რისი საშუალებაც ხონდა იმით დავიწყეთ. თუმცა ხვალ რა იქნება ადამიანმა არ იცის. გასაგებია, დიდი მადლობა. ბატონო მალხაზ, ახლა გადმოგცემ სიტყვას და რა კი თან ასეთი ჭრილში არ გამოზარითან და რაღაც სხვა თემაზე ვიყავით და ხომ ზუსტად იმ თემაზე ვიყავით ბატონო მალხაზ. აი ჩვენი მსმენელი ამბობდა რომ ვეტერანებს სხვა რაღაცებიც უნდა შევთავაზოთ და ამას აკეთებს სახელმწიფო, ამას აკეთებთ თქვენ. აი მოდი ესე ვთქვათ, აკეთებს მაქსიმალურ ცდილობთ რაც შეიძლება იყოს და ეს მაქსიმალური ძალიან ცოტა არის ამ შემთხვევაში მაგალითად აბსოლუტურად მსმენელს ზარის ავტორს აბსოლუტურად დავეთანხმები. ნუ იქ ცოტა უცნაური შენიშვნა მოგცა რომ ამის პოპულარიზაციისთვის რა გაკეთდებაო და აგერ ზუსტად ამ წუთში მაგაზე ვარ ჩეკერბილები და ვიწყებთ რაღაცას. ანუ ამ შემთხვევაში ამ შენიშვნას ნამდვილად ჩვენ სურვილი გვაქვს და პატრიცემუსაც მოუწოდებ რომ ჩაერთოს თუ შესაძლებლობა აქვს მოვიდეს. გაგვეცნოს კიდევაც ძალიან გამიხარდება, არ ვიცი ვინ იყო ეს ადამიანი, მაგრამ მართლა ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ კარგია რომ მასაც აქვს ანალოგიური სურვილი. კიდე ნუ ერთი მომენტი არის ახლა წეგან გმირის დეფინიციაზე იყო საუბარი და ყველა ომში მონაწილე და მეც ომში მონაწილე ვარ რომ კითხოს ვიღაცამ გმირი ხარ ნამდვილად არ ვარ გმირი და ეს თავდობლობით არ მომივარა მიუხედავად იმისა ცხვირი მოგლეჯილი მაქვს ფეხში ტყუია მაქვს მოტყული გმირი არ ვარ მონაწილე ვარ ომის ძალიან გავაუბრალოვეთ ეს სიტყვა და ვერ დავეთანხმები ვერავის რომ ყველა ომში მონაწილე გმირია და ის მაღალი მოთხოვნა რომ ვეტერანები უნდა იყვნენ ყველაზე კარგად როგორც ამერიკაში არიან ჩვენთან არიან ვეტერანები საკმაოდ ძიმე მდგომარეობაში, მაგრამ არ ვიტყოდი, რომ თქვათ მეშახტეები არიან კარგად, ან პედაგოგები, ან ექიმები. ჩვენ ვართ ამ ეტაპზე შედარებით ღარიბი ქვეყანა, ამერიკას რომ მივეზომოთ ამისათვის ალბათ წლები არის საჭირო და საუბედუროთ რა, ანუ მე ამ ადამიანს არ ვეკამათები, კიდევ ვიძახი ვეთანხმები, საკმაოდ ძიმე მდგომარეობაში არიან ვეტერანები. ისე როგორც თქვათ, არა ვართ ძლიერი ეკონომიურად ძლიერი ქვეყანა, მაგრამ რაღაც განსაკუთრებულად მე ვთქვი პირველი გმირობა ის არის რომ მე არასოდეს არ მინსპეკულიანტია მათ შორის თქვა სტუდენტობის პერიოდში მომიწია ის ომის პერიოდი რაღაცა და ჩათვლაზე იქ ნიშანი დამიწერეთ მე ომში ვიყავი ამითაც კი არ მისარგებლია და ხშირად აი მის გამო გადაბარება მომიწია გამოცდების და არ მიმაჩნია ეს ვეტერანობა და ხაზგასმით ადამიანმა პირველი გმირობა და არ ვაძახოთ ვიღაცას რომ ეს სამშობლოს დასაცავად ვიყავ
მithumetes ეს ვალდებულებად მიმაჩნდა და არა იმათ და ღირსებად მიმაჩნდა ჩემი ერთ-ერთ ცხოვრებაში თუ რომ მიღწევა მაგრამ მე ეს ჩემით გავაკეთე რა ამას შეგულში ტრაბახობდა ჩემი მეგობრებში მაგრამ ეს წამოსაძახებლად არავის არ მინდა ეხა თქვენი შეკითხვებს დაუბრუნდები და ერთ ექსკლუზიური ინფორმაციას გავაზღერებ ზეგინდელ დღემდე უკრაინის მთავრობას მინდა დიდი მადლობა მოუხადო ჩვენი 1941 წელს დაღუპული მებრძოლის ნეშტის გადმოსვენების დახმარებისთვის ეს ყველანაირი ეკონომიურად ფინანსური დახმარება და იგივე ეს გადმოსვენება საქართველოში ყველანაირად გვერდზე დაუდგა ჩვენ სამსახურს უკრაინის მთავრობამ მართლა გაითავისა ეს პრობლემა და ნუ ვინც დაინტერესებული გუშინ წინ იყო ხო ბატონო გუშინ იყო და ვინც დაინტერესებული არის სამის ნახევარზე დედათა მონასტერთან მიკრიბებით მცხეთაში მცხეთელი იყო ეს ადამიანი კი დაკრძალვა იქ იქნება ალექსიძე და მისი დაკრძალვა იქვე სასაფლაო არის და მოხდება იქ ყველა ღირსებით რაც არის საპატიო ყარაული და უგანასკნელი ზალპით ყველა ღირსებით დაიმარხება ეს ადამიანი და ნუ თავისთავად ხა ეს ფაქტი რომ არ გამიჟღერებინა და თან მადლობის შანსი მომეცა რომ გამომეხატა უკრაინის ხელისუფლებამ ესეთი კეთილინება და ესეთი სიტყვით ვიეტანა თავის გულთან ხა რაც შეეხება სიახლეებს რომ წითელი ჯვრით დავიწყებ ნუ ეს ერთადერთი საერთაშორისო ვეტერანთა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია რომელიც ნუ ჩემი განმსახედიდან ყველაზე რეალური არის და ყველაზე ახლო არის სამხედროებთან. ეს ტყვეების გაცვლას დავიწყებთ საუბარს, ტყვეების გადაჭერაზე, დაჭრილების მიხედვას თუ რაღაც. მე ესეთი ქმედითი ორგანიზაცია, არა თუ არასამთავრობო, არა თუ მსოფლიოს მასშტაბით არც ერთი არ ვიცი. და იმდენად საპატივცემულო ვარ, რომ თვით რაღაც უცნაური ტერორისტული ორგანიზაციები რო არის, ისინიც კი პატივს მიაგებენ, იმიტომ რომ ზუსტად იციან, რომ მათ ერთადერთი მისია აქვთ არანაირი რაღაც პროექტების განხორციელება, ერთადერთი მისია აქვთ დაჭრილ ადამიანებს, ტყვეჩავარდნილ ადამიანებს დაეხმაროთ. მithumetes რეაბილიტაციაში მიიღო მონაწილეობა და სარეაბილიტაციო ძალიან ბევრი ყავს საქართველოში საუბედუროდ, როგორც ფსიქოლოგიური, ისე სხვადასხვა ჯანდაცვის მხრივ და ეს ხელმოწერა ერთ-ერთი კიდევ წინ გადადგმული ნაბიჯი არის, ანუ მემორანდუმი გაფორმდა, ანუ ბიუჯეტის გარედან რაღაცეები მოვიზიდოთ ჩვენი ვეტერანებისთვის. მე მგონია ჩვენ სამსახურს უპირველეს მოვალეობაა, რომ იმ წირი ბიუჯეტი მაქსიმალურად სწორად გაიხარჯოს და თუ შესაძლებელია ყველაფერი მოვიზიდოთ, რაც კი შესაძლებელია. ყველა ლეგალური გზით, რაც შეეხება, კიდე გქონდათ რაღაც შეკითხვები, მაგრამ რა კი თქვენ თუნდაც ახსენეთ, ჯანმრთელობა ჰოსპიტალი თქვენი, რომელიც აი მუდმივი აი რაღაც სიახლეა ხო? არის სიახლეები არის. ეხლა ერთი ის რომ რეალური შეპირება და რეალურად უკვე ბიუჯეტში გაწერილი პროექტი რო არსებობს, რომ ახალი ჰოსპიტალი აგვიშენდება, ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია და მიღებული ამბავია, მაგრამ პრობლემად რჩება, რომ არსებულ დღევანდელ მდგომარეობაში სანამ ახალი ჰოსპიტალი აშენდება და ჩვენი მედპერსონალი, რომელსაც მართლა გმირ მედპერსონალს დავარქმევდი, იმიტომ რომ მაგამის უფლება წლების მანძილზე მიზერულ და ამ წუთში უხელფასოდ ეს ადამიანები მართლა მუშაობდნენ და არ დაშალეს ეს კოლექტივი და უკვე კიდევ არსებობენ და მართლა კაი სპეციალისტები არიან ყველა სიკეთესთან ერთად, ანუ ეს მარტო პიროვნულ თვისებებს თავი დავანებოთ, მართლა კაი სპეციალისტები არიან. აი გვაქვს ახალ დირექტორს ვირჩევდით, სხვა შორის საკმაოდ ბევრი კარგი კანდიდატი იყო და ვერ მოხდა პირველ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღება, ეს არ იყო ის ვარიანტი, რომ ცუც და უარეს უნდა შეგვერჩე, კარგს და უკეთესებს შორის ხდება არჩევანი და ჯერ ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება ახალ დირექტორზე, ვინ იქნება, თუმცა ვინც უნდა იყოს აი წარმოდგენილი კანდიდატურებიდან სულ ღირსეული არის, საკმაოდ საინტერესო პროექტები იყო და ძირითადად პროექტების მიხედვით ვინ რას ფიქრობს, როგორ მოხდა სამის განვითარებაზე, იმის მიხედვით ხდება არჩევანის გაკეთება და არა ვთქვათ და უმეტესობა ყოფილი სამხედრო და ექიმები არიან, რომლებსაც ნუ სხვა საბრძოლო მონაწილეობაში აქვს მიღებული მონაწილეობა და ეს თემა კარგად ესმით, იმიტომ რომ ეხლა მე მედიცინაში დიდად ვერ ვყვევი, მაგრამ იმაში კარგად ვერ ვყვევი, რომ სამხედრო მედიცინას მაინც თავისი სპეციფიკა აქვს ჩვეულებრივი მედიცინისგან განსხვავებით და პლუს ამას მარტო სამედიცინო განათლება არ არის პრიორიტეტული, აქ არის მენეჯმენტის განხორციელების უნარი, იმიტომ რომ დირექტორი გვინდა იყოს ისეთი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა და მართლა სწორად პრობლემა დასმული ზოგს გონია, რომ ვიღაც ვეტერანები ტყუილად არა, მართლა სწორად დასმული პრობლემა მოგვარდეს და დავასრულოთ ამით. კი ბატონო, კი.
ეს ის თემა და მოწმობებს გითხარით და შემდეგ ისევ დაუბრუნდეთ მაგრამ რა მოწმობებზეა საუბარი რაღაც ახალი მოწმობები იქნებაო ხო თუ რეგისტრაცია არა რეგისტრაცია ჩვენ ვცდილობთ მოდი პირდაპირ თქვათ რა ვეტერანებს მოხდეს აი ისევ აგეწეღა ახალგაზრდა ვეტერანმა რო დარეკა და ვიცი ზუსტად დამეთახმება ამაში საკმაოდ გაუფასურებულია მოდი ერთ მაგალითს მოვიყვან რუმინეთში ჩაუშესკუს რეჟიმის დამხობის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ მიიღო ესეთი გადაწყვეტილება რომ ვინცო ჩაუშესკუს პერიოდშიო განიცადაო რეპრესიებიო სხვადასხვა სახითო იმათო შეღავათებიო იქ მეტროთი მგზავრობა საქალაქო ტრანსპორტით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა რაღაც შეღავათებზე იყო იქ დაბეგრაზე რაღაცა და ნუ რუმინეთში შეიტანა ამაზე მოთხოვნა რომ ის ჩაუშესკუს მიერ რეპრესირებულიყო 87%-მა ხო და ნუ დამჯერეთ ახლა კანონი გამონაკლისი 87%-ის შემთხვევაში გამონაკლისი აღარა ის კანონია საყოველთაო უბრალოდ 13% დასაჯეს რა ფაქტიურად რა ალბათ ეს 13%-იც უბრალოდ შეძლებულები იყვნენ და არ მოინდომეს ამის შეტანა რა და დაკარგა ამ კანონმა საკმაოდ ისეთი ციფრი არის და ვეტერანის და ნაბრძოლის ერთი არის სამხედრო ვეტერანი ძალისმიერი სტრუქტურების ვეტერანი მეორეა ნაბრძოლი ვეტერანის სტატუსი რა და ხშირ შემთხვევაში ახლა მე მიმაჩნია და აი საკმაოდ რთული თემა არის ისეთი ახლა თუნდაც ის რომ ომის დროს საკონფლიქტის ზონაში ადამიანი იყოფებოდა ეს არ ნიშნავს რომ ის ნაბრძოლი არის მაგრამ ის ითვლება ნაბრძოლად უკვე დღევანდელი კანონმდებლობით და საკმაოდ ისეთი ციფრი გვაქვს მიღებული რომ ამდენი ადამიანი ყოფილიყავით დაწუნებული ვარ ახლა ალბათ სოჩასთან გვექნებოდა პრეტენზია და ცოტა იქით კიდე რა რეალურად და ტუაფსემდე მივიდოდი კი ტუაფსემდე მივიდოდი ნიკოფსიდან დარუბანდავდი და რაღაც ლექსებს ვიტყოდით უკვე თამამად და პირდაპირ გაგებით და არა გადატანითი მნიშვნელობით და ცოტა რაღაც არის იცით სხვადასხვა დროს დაიწყო მე ამ ციფრის ჩამოყვანაც 150,000-მდე იყო ასული. ნუ წამოვიდა უკან და ნუ დაიწყო კლებადობა და ჩვენ რაღაც ვარიანტებს განვიხილავთ ეხლა რომ შეთავაზებული იქნოს ამნისტიის სახით რომ მოდით ახლა რაც ეს ზოგს გაყალბებულ თქვა გაყალბებული და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ეს დასრულდეს მე მაგალითად ამაყად შემიძლია თქვა რომ ბევრი საბრძოლო მოკვლევისთვის ხელი მოწელი და ყალბისთვის აი გამორიცხულია ვინმეს გაებედა რომ იცი მე რაღაც სამსახურისთვის ჭირდება რაღაცა აი ძალიან უნამოსო მიმაჩნია რომ ის ვიღაც ყალბის შემოყვანით აი ვიღაც ვეტერანს ვისაც რაღაც ეკუთვნის სარჩო იმის ლუკმას წილში ხო მეთახმებით ახლა აი ბიჭის ზარი კიდე გეუბნებით აი თითქმის ყველაფერში ვეთახმებოდი და საკმაოდ რთული პროცესია და ამიტომ მართლა ნაბრძოლი ადამიანების პრივილეგია უნდა იყოს ბევრად მეტი და ეს ბევრად მეტი რო იყოს მათი რეალური რაოდენობა უნდა იყოს და არა დამატებული ხორცმეტები რა ამ შემთხვევაში ხორცმეტები თორე ხარ ანუ ესე იგი ოპტიმიზაცია მოხდება და ოპტიმიზაციას რა გარკვეულ პროექტებზე ვმუშაობთ და ნუ ამას ძალიან სერიოზულად უყურებთ რა. კარგი ბატონო, დრო გვეწურება ერთი მსმენელის გველოდება და თან უკვე უნდა დავასრულოთ. მოვისმინოთ ჯერ ჩვენი მსმენელის აზრი ან კითხვა. ალო გისმენთ? ეთერში ხართ? ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობათ. გაგიმარჯობთ. მინდა ვისარგებლო თქვენი ძალიან სერიოზული საკითხზე გადმოცემას მე ვარ ომის მსოფლიო ომის ვეტერანი ოფიცერი მძიმე ჭრილობით დიდი მადლობა სამსახურისთვის ომის შემდეგ 50 წლის შრომის სტაჟი მქონდა ჩვენ პენსიებს სამხედრო პენსიებს დანამატი მქონდა შრომის პენსიის დანამატი მქონდა და მოგვიხსნეს რატომ მოგვიხსნეს ვერ წარმომიდგენია 50 წლის შრომის და ის აღარა ჩანს ჩვენ პენსია. გასაგები სამწუხაროა დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ ეს რა თქმა უნდა პრობლემაა რა თქმა უნდა სტაჟის და დამსახურების მიხედვით რომ ვერ იღებენ ადამიანები პენსიას ეს გულდასაწყვეტია და არაერთი ასეთი წმინდა სოციალური არის ვეტერანთა გამო აქ ამ შემთხვევაში ნამდვილად არაფერ შუაში არ და არც კომპეტენტური ვარ უპასუხო და ერთი თუ შეიძლება იმიტომ შეიძლება დრო აღარ გვეყოს. კი ბატონო გითხარით. აი სანამ ეს ახალგაზრდების სტუდიაში ზიანდა ნუ უკვე რამდენიმე მადლობა მოვიხადო მთავარი მადლობა მინდა ეხლა მოვიხადო ფაქტობრივად ტელევიზიაში პრესაში მათ შორის ამ ტელევიზიაშიც და ნუ ყველგან ეს უკვე მოდებული არის ახალგაზრდების პრობლემა ძირითადად ანაშას მოწევა არ მოწევაზე არის საქმე და ნუ რასაც უყურებ ყოველ შემთხვევაში მედია სივრცეში ანაშას მწეველებმა აჯობეს არ ამწეველებს რომ მაგათია ქვეყანა და მაგათ დაბოლიზე უნდა ვიაროთ
აი ესეთი პროექტები რა. ეხლა იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი, რეგბის დიდი დღე გქონდა თბილისში და ის იქიდან გამოსული ეს ახალგაზრდა ბიჭები, ეს რეგბისტები შეკრებილი 1-8 აზრად არ მოუვა. და მართლა საქართველოს სახე და მომავალი რო არიან, რომელიც არც ერთ სტუდიებში არ ჩანან და არც ერთ პრესაში განსხვავებით ამ ანაშისტებისგან განსხვავებით, ხო? აი მივხვდი რომ არა ვარ წაქცეულები, უბრალოდ ხელოვნურად იქმნება რაღაც ფონი, რომ ამათია ქვეყანა, არ არის მაგათი ქვეყანა დამიჯერე. აი ამათია ქვეყანა კიდევ ვიძახი. აი ესეთი რომლებიც ახალგაზრდებს პატრიოტულ აღზრდაზე ზრუნავენ და არანაირად მათ შორის იმ ქვეყანაში ყველაზე რომელსაც გვინდა მივბაძოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში არც ერთ ჯანსაღ პოლიტიკოს და არც ერთ ჯანსაღ მოღვაწეს აზრად არ მოვა ახალგაზრდაში ანაშწევა დანერგოს და ამის პოპულარიზაცია გაწიოს, ხო? აი ამისთან ახალგაზრდებზე, სპორტსმენ ახალგაზრდებზე მინდა რომ სწორება იყოს ქვეყნის და ესეთ აქციებზე, სპორტულ გამაჯანსაღებელ აქციებზე და არა რაღაც უბედურებაზე, რომლის საბოლოო ფინალი მით უმეტეს ქართველების შემთხვევაში არის სრული განადგურება რა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა მოუხადო და ის შეკითხვაც იყო ესეთი რომ აი ამათთან იყო ის შეკითხვა, მაგრამ იმდენი კითხვა დასვა იმ ქალბატონო ვეღარ რომ თქვენ რასახით წარმოგიდგენიათო ბავშვებშიო პოპულარიზაცია და რაღაცა გასაქანი მიეცით და აი ბოისკაუტების ინსტიტუტი ეს ყველაფერი ამაზე კარგად ეხლა არავინ არ იცის ესა და რაოდენ ჯანსაღი არის მით უმეტეს საქართველოს ბუნების პირობებში, როდესაც ყველაფერი გვაქვს და გადასარავი ადგილები გვაქვს და ეს კიდევ ამ თან დიდთახებთან არ არის დაკავშირებული. და მე კიდევ ამ მომავალი არის აი ესეთ ღონისძიებებში, ეს თითქოს სიმბოლური ღონისძიება, თითქოს პატარა ღონისძიება ძალიან დიდ შინაარსს მოიცავს თავისთავად რა. ამის თქვა მინდოდა მე და მადლობთ ბატონო მახას და ერთი წუთი უნდა გაიყოთ ახალგაზრდებო თქვენ. ნოდარი დიახ. დიდი მადლობა ასეთი ნდობის გამოცხადებისთვის და ჩვენ თავდაბლობის მეტი არაფერი არ შემოგჩენია და მინდა ვთქვა რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ახალგაზრდობა უკეთესია. და ჩვენი თვითშეგნება იწევს ზემოთ ყოველი თითოეული საქართველოს მოქალაქის და რა ვიცი ერთად ჩვენ ალბათ უკეთეს მომავალს შევქმნით. მეტი არაფერი. დიდი მადლობა ყველას, ვინც მოვა, ვისაც სურვილი გავიშლება მოსვლის, ვისაც მოეწონება იდეა და ვისაც არ მოეწონება იმათსაც. ყველას კრიტიკული აზრის მადლობა. აქედან გამომდინარე დიდ მადლობას გიხდით ყველას. კი, უბრალოდ მე მინდა რომ უბრალოდ მოუწოდოს სრულიად საქართველოს, ვისაც საშუალება აქვს კვირას 10 საათზე ამ ერთი ძალიან დიდი იდეის, ჩვენი სახელმწიფოებრივი იდეის გარშემო გავერთიანდეთ და ერთად ვირბინოთ. მადლობა. კიდევ ერთხელ ვთქვათ რომ ავტობუსები იქნება საგანგებოდ დანიშნული. კი, ფილარმონიასთან 9 საათზე და 10:30-ზე შეიძლება ორი ავტობუსი ლისისთვის მიმართულებით. გარბენი იქნება ლისის ტბაზე. მადლობა თქვენ, ჩვენო ძვირფასო სტუმრებო, შეგახსენებთ ჩვენო ძვირფასო რადიო მსმენელებო, რომ გარბენის ორგანიზატორები ნოდარ ჭიაბრიშვილი და მიხეილ გოლიჯაშვილი იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები და ბატონი მალხაზ თოფურია, ვეტერანების საქმე და სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი. მადლობა თქვენ სტუმრობისათვის, მადლობა თქვენი საქმიანობისთვის და თქვენთან ერთად უკვე მადლობას მოახსენებთ ჩვენს მსმენელებს ყველას. მადლობა თქვენ ყველას. ყველას დიდი მადლობა, ვინც გვისმინა, ნათია არველაძე, ლელა ვაშაკიძე, ინგა გურგენაძე, გიორგი ჩოკოშვილი მუშაობდით გადაცემაზე. ჩვენ ღია სტუდიაში შეხვდებით უკვე ორშაბათს, ასე რომ ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ და მიიღეთ მონაწილეობა ამ ძალიან კარგ აქციაში. მომავალ შეხვედრამდე.